დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები წამალს ისევ ელოდებიან, მათი მშობლები კი ამ მოთხოვნით კანცელარიასთან რჩებიან. წამალი კი უკვე არსებობს ის ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აპრობირებულია და ბავშვებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ეს საკითხი მაგალითია იმისა, თუ როგორ ჩაგრავს რეჟიმი ბავშვებს. მარიამ ლეკიაშვილი უერთდება პირდაპირ ეთერს. თითქმის ერთთვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები და ოჯახის წევრები კვლავ მოითხოვენ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ მათი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებელი მედიკამენტები. მათ 26 ღამე გაათენეს ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის წინ. გუშინ მათ ჰქონდათ კიდევ ერთი მცდელობა, რომ ტერიტორიაზე შემოეტანათ კარვები, ვინაიდან მათ წვიმაში უწევთ ღია ცის ქვეშ ღამეების გათენება, იმის მიუხედავად, რომ მათ ჰქონდათ განცხადება შეტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროში და იქიდან მიიღეს მსგავსი პასუხი, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო ადგილზე მობილიზებულ პოლიციას, როდესაც მშობლებმა ადგილზე მოიტანეს კარვები, ადგილზე განლაგებულმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მათ მაინც არ მისცა აქ კარვების შემოტანის საშუალება. როგორც უკვე გითხარით, მშობლები უკვე 27 დღეა უწყვეტად დგანან კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიასთან და მათი მოთხოვნები არის კვლავ უცვლელი, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის წინააღმდეგ შექმნილი მედიკამენტები, რომლებიც უკვე არის დადასტურებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხრიდან და აქტიურად გამოიყენებენ როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბავშვები გასცივდნენ აქ წვიმაში და ქარში ყოფნით და ვიფიქრეთ, რომ კარავში უბრალოდ ბავშვებს მაინც შეუშვებდით, რომ წვიმაში ხა არ დასვალებული იყვნენ და პოლიცია მაინც უარით გაგვისტუმრა, ანუ კარავი არ შემოგვეტანინეს. რაც შეეხება წამლებს, ახალი არაფერი არ ხდება, არ გვეკონტაქტებიან როგორც აქამდე და არანაირი ინფორმაცია არ არის მათი მხრიდან. კვირას 6 საათზე დაგვიდგნენ გვერდით. მარში დაიწყება რუსთაველის მეტროდან კანცელარიამდე. ეს არის უკვე ძალიან დიდი გულგრილობა კი არა, გულისყურობა. მე რამდენად ინფორმირებული ვარ, გუშინდელი კი ამით დღეს გავიგე, ძალიან არასასიამოვნოა ესეთი მიდგომა მშობლების დამოკიდებულება და უფრო კიდევ მით უმეტეს ბავშვებზე აქ საუბარი. თითქოს რა ვიცი, თვითონ არც ოჯახებიდან იყვნენ გამოსულები, არც შვილები, არც რა ვიცი, არავინ არ გააჩნდეთ და ისე უყურებენ შორიდან და შეიძლება არც უყურებენ. არა ჯდება რა, ეს არანაირ ადამიანურში აუცილებელია. ყველა უნდა გამოვიდეს, ყველა და ყველა ერთგუნდად უნდა შეიკრას და ერთსულოვნება უნდა იყოს რა. უკვე მესამე კვირაა, რაც ყოველკვირეული მარში იმართება რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები, თავად ბავშვები და ასევე მათი ოჯახის წევრები კვირას 6 საათზე იკრიბებიან რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან და მსვლელობით გადმოინაცვლებენ კვლავ აქ ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციასთან. ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ შეუერთდნენ ამ მარშს და მხარი დაუჭირონ მათ ამ ბრძოლაში.